მოდით ნახოთ დღეს როგორ შეიძლება თქვენი ცხოვრება უახლოს მომავალში და რა თქმა უნდა პირველ რიგში მაინტერესებს რა სფეროშიც ხო? მოდით გავაკეთოთ ახლა სიგნიფიკაცია თქვენი რა ხდება ახლა თქვენთან ცხოვრებაში ახლა ამ ეტაპზე რა ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენ რა ენერგიებში იმყოფებით ახლა თქვენ ნახოთ ну, მე შემიძლია გითხრათ თქვენ აქ რო ხარ ძალიან კაი განწყობაზე. აი ეგრევე სიგნიფიკაცია გვაჩვენებს, რომ აქ არის ადამიანი მიმართული რაღაც ესეთი სიტუაციებში, აი წინსვლა მინდა, შეიძლება რაღაცა ახალი გააქვთ თქვენ ცხოვრებაში, თქვათ ახალი საქმე, ახალი იდეა, ახალი მიმართულება და თქვენ გინდათ მისი განხორციელება. შეიძლება აქ ვიღაცას თქვათ, ახლა თუ მაინც თასები გამოვიდა ორიანი, შეიძლება ფიქრობთ, რომ მზად ვარ იმისათვის, რომ მე დავიწყო ახალი ურთიერთობა, ან მზად ვარ, რომ დავიწყო ახალი ცხოვრება და მზად ვარ იმისთვის, რომ შევცვალო რაღაცა ძალიან აი ძალიან მაგრად მინდა შევცვალო ყველაფერი თუ რამე არის. აქ შეიძლება გითხარით, ან ახალი პროფესია შეიძლება აერჩიეთ, ან ახალი თქვა დაუშვათ რამე პროექტი ახალი დაიწყეთ, რომელთან ისეთ ადამიანთან, რომელიც თქვა ქსიამოვნებს თქვენ, აქ თქვენ შეიძლება ვიღაცას სხვათა შორის დაწინაურებაც მოხდა, სრულიად შეიძლება მოულოდნელი. შეიძლება ახალგაზრდა სპეციალისტიც იყო თქვენ, ან ახალი პროფესია გაქვთ შეძენილი, შეიძლება არ აქვს მნიშვნელობა აქ ასაკს, შეიძლება თქვათ ახალი პროფესია აერჩიეთ და უკვე იწყებთ ქმედებას, უნდა ვიმოქმედო, რაღაცა უნდა გავაკეთო, მორჩა უკვე ჯდომა შეუძლებელია რა. იმიტომ რომ თქვენ გაქვთ რაღაცა ეხლა ახალი ცოდნა, რომელიცაც შეუძლია რომ დაეხმარო სხვათა შორის სხვას. შეიძლება მასშტაბურად გადეხართ დაუშვათ, ხო? ან დაუშვათ ახლა დაიწყეთ ქმედება იმისთვის რომ ახალი ვთქვათ კლიენტები მოიზიდოთ. ვთქვათ, შეცვალეთ რაღაცა თქვენს სფეროში და შეცვალეთ მიდგომა შეიძლება, ხო? და ახლა აი განახლებული ვთქვათ მიდგომით მინდა ახალი კლიენტები მოვიზიდო მე აქ ან ახალი იდეები კი. აი აქ აქვს ძალიან დიდი ისე რა ქვია, ვიღაცა თქვათ ახლა ელოდება ახალ ურთიერთობას არ გამოვრიცხოთ, ხო? ნახოთ ახლა ჩვენ რომელ სფეროზე უფრო გვეტყვიან ჩვენ ეს თქვენი ცვლილებები იქნება, რომელ სფეროში იქნება მოხდება აი ეს მთავარი ცვლილება, რომელ სფეროში მოხდება ახალი ცვლილება აქ. ანუ აქ რას მაჩვენებენ? იცით ის სფერო, რომელიც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი. და ის სფერო, რომელიც თქვენ სულ ფიქრობთ რა. შეიძლება აქ არ გამოვრიცხავ, აქ საჯარო გაშლა, ამიტომ მაინც მექნება რამდენიმე ვარიანტი აქ და რატო გეტყვით? იმიტომ რომ თასების მეფე კი შეიძლება ზოგისთვის მართლა იყო მნიშვნელოვანი, თქვათ ეს ურთიერთობა პარტნიორთან. დაუშვათ თქვენ ახლა თქვენ თავს არაძლევდეთ უფლებას, რომ თქვათ ახლა საერთოდ შესულიყავით ურთიერთობაში, იმიტომ რომ თქვენთვის შეიძლება ის რაც იყო აქამდე, ძალიან მტკივნეული იყო თქვენთვის რა ეს სიტუაციები, რაღაცა შეიძლება ესეთი გამოცდილება გაქვთ მტკივნეული და ვაფშე საერთოდ არ გინდოდათ არავის შეშუება თქვენს ცხოვრებაში, მაგრამ ეხლა ხართ რაღაცა შეიძლება შეიცვალა თქვენს ცხოვრებაში, შეიძლება გადახედეთ სიტუაციებს, რაღაცები შეიძლება დაამუშავეთ აქ თქვენში და ამიტომ ეხლა უკვე ფიქრობთ, რომ რატომაც არა რა, მზად ვარ მე დაუშვათ ახლა შემოუშვით ჩემ ცხოვრებაში, კი ბატონო, ახალი ადამიანი, რატომაც არა, იმიტომ რომ უკვე მივხვდეთ შეიძლება რომ ახლა როდემდე ვიჯდე მე ახლა მარტო სიტყვაზე, ხო? შეიძლება დაამუშავეთ რამე ბლოკები თქვენში, რომელიც თქვა თქვენ გიშლიდათ ხელს, კი ბატონო, კიდე შეიძლება იყოს სიტუაცია, რომელიც თქვა ეხება აქ სამსახურს. აი დაუშვოთ თქვენ, ნახეთ, აი განახლებული მიდგომა, ნახეთ რა ხდება.
თუ დაუშვოთ თქვენ ადრე იყავით ესეთ ენერგიაში, რომ მე ვარ ვალდებული, რაღაცები უნდა გავაკეთო, სულ ჩქარობდით დაუშვოთ, ხო? აი რაღაც ესეთი ენერგია, რომ აი ეს თუ არ გავაკეთე, არ გამოვა, ანუ არ შეიძლება ჩემი თქვა გაჩერება. ეხლა თქვენ როგორ ხართ, იცით? აი რაღაცაში გადახედეთ სიტუაციას. მე არ ვიცახ რომ თქვენ გაჩერდეთ. არა. უბრალოდ ნახეთ, ბევრი თვირთი ქონდათ აღებული თქვენს თავზე. და უკვე როცა ბევრ თვირთს იღებ, ანუ ძალიან ბევრი ვალდებულებები, ხო, ის უკვე აღარ გსიამოვნებს. ამიტომ აქ შეიძლება თქვენ ბიზნესში თქვენ უკვე გადახედეთ სიტუაციებს, იმიტომ რომ შეიძლება დილეგირებაც დაიწყეთ უკვე რა. აი თქვა დაუშვდა ხალი გუნდი ყავდა, უკვე დილეგირებაც შეძელით რა, უკვე თქვენ საქმიანობაში. ესეც არის ძალიან მნიშვნელოვანი სხვათაშორის და კიდე ნუ ეს თუ ავიღოთ დაუშვოთ კიდეც ურთიერთობა და კიდეც ახლა ეს ცვლილებები დაიწყება როგორ შეიძლება გამოჩნდეს ესეთი ადამიანი თქვენ ცხოვრებაში, ხო, რომელიც დაუშვათ, ანუ იმ თვირთს, რომელიც თქვენ არ გაძლევდეთ საშუალებას, რომ გეცხოვრათ ისე, ვთქვათ, როგორც თქვენ გინდათ, ხო, გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც თქვენ ამაში დაგეხმარებათ, კი, დაგედგებათ გვერდში, იმიტომ რომ აქ რაღაცა იცვლება, ცვლილებები, კიდე როგორი ცვლილებები გელოდება თქვენ. აქ ფინანსებში სხვათა შორის, აი კიდე ორიანი პენტაკლების. აქ გეუბნეთ, აი რაზეც თქვენ გეზი გაქვთ აღებული უკვე, ხო? რაზეც თქვენ რაღაც თითქოს ახალ რეალობაში შედიხართ რა, ახალ რეალობაში განახლებული, აქ შეიძლება ყველა სფეროებშიც ხართ განახლებული რა. იმიტომ რომ იცვლება სიტუაცია, იცვლება, თქვენ გამოდიხართ რაღაცა თვირთს ერევით რა. ანუ მე აღარ მინდა რომ თქვათ ყველაფერი ვატრიო მე თვითონ, ხო? უკვე დავიღალე, ხო? და ამიტომ იცვლება თქვენ აქ შეცვალეთ მიდგომა, შეცვალეთ და ამიტომ თქვენ გეძლებათ ახლა იცვლება ყველაფერი. აქ კიდე ნახეთ, აქ შეიძლება თქვენ თვითონ თქვენს თავზე სხვა შეხედულება გაქვთ, უფრო დააფასეთ თქვენი თავი, მიხვდით? უფრო შეგიყვარდათ თქვენი თავი, ეგაც შეიძლება იყოს. აქ ამაში არის ცვლილება. პლუს ნუ ეს ენერგიები რო ვთქვათ, ავიღოთ ენერგიების მიხედვით არის თქვენში მიდის რაღაცა უფრო მაღალი თვითშეფასება. და თქვენ რო თქვენს თავს იყვარებთ, თქვენ ამ ენერგიაზე მე იზიდავთ სიყვარულსაც. ნახეთ, იზიდავთ. შეიძლება იგივე თქვენი პარტნიორი დაბრუნდეს, მაგრამ თქვენ ისეთი სხვა ენერგია გაქვთ, ხო? უფრო გემრიელი ასე რომ ვთქვათ, მე ჩემი თავი მიყვარს ვაფასებ, მე ჩემი თავი შევქმენი, მე ბევრს მუშაობდი ჩემს თავზე და მივხვდი რომ არ შეიძლება რომ ყველაფერი მე ვათრიო ვთქვათ, ხო? აი აქ დაჟე მე რა მომდიოდა, იცით რომ შეიძლება თქვენ კაცების მიმართ გოგოებო შეცვალეთ საერთოდ შეხედულება. გამიგეთ? და უკვე ამ ადამიანმაც თქვენმა დაუშვთ, ვისაც თქვენ უყვარხართ, იმანაც მიხვდა რა, ის მიხვდა რომ თქვენი ცვლილება, იმიტომ რომ წყვილშობში საერთოდ ერთობლივად მიდის ეს ყველაფერი, ხო? თქვენი ენერგიები შეიცვალა და ამ ახალ ენერგიებზეც ადამიანი მოდის თქვენს ცხოვრებაში რა, უკვე თვითონაც განახლებული. განახლებული, კი, განახლებული სიყვარულით რა. კიდევ აქ არ გამოვრიცხა რომ ვიღაცასთან, აი რაც რო დავიწყე რო თქვათ ის მომენტი რო თქვენ იჯეკეთ კაი ხანი და ფიქრობდით ვაფშე მინდა ურთიერთობა თუ არ მინდა, აი ამ თქვენ ახალ ენერგიაზე, თქვენ გიგზავნიან ახალ სიყვარულს, უკვე თქვენი საგვარეულო. ეხლა გოგოება არ დამიწყოთ, ეხლა არ მინდა ძველი, მინდა ახალი. მე გეუბნები, თქვენ ეხლა ეს საჯარო გაშლა არის. აქ უეჭველი არის ის თუ აი ძველზე ვთქვი და კიდევაც ნახეთ, ნუ განახლებული მოდის რაღაცა, გაიგეთ? აი ურთიერთობაში თქვენი თავი თქვენ თვითონ გიყვართ, გაიგეთ? და ამიტომ იცვლება ყველაფერი ასე. პლუს კიდე, აქ შეიძლება თუ დაუშვათ ორსულობაზე იყო ლაპარაკი და თქვენ დაუშვათ რაღაცა პრობლემები გქონდათ და მაგაზე თუ გაქვთ კითხვა, კი, აი აქ თქვენ რაღაცა შეიძლება გაიარეთ ოპერაცია და გაიარეთ რა გააკეთეთ. ნუ ყოველ შემთხვევაში შვილიც შეიძლება გიყოლოთ. კიდე აქ როგორი თემა მოდის, იცით?
ურთიერთობაში, სადაც გქონდათ თქვენ დიდი პრობლემები, შეიძლება გქონდათ რაღაცა წყენა, ან შეიძლება ადამიანი გავიდა ურთიერთობიდან ისე რომ თქვა, ნუ ან ეჭვი გქონდათ ადამიანს, რომ აი, ნახეთ ზოგი ფიქრობს, რომ არასოდეს არავინ არ შეეცვლი. მე მაგალითად ვარ როგორი ტიპი, მე ვიცი, რომ ადამიანს შეუძლია რომ შეიცვალოს, მაგრამ აქ არის როგორი მომენტი. პირველ რიგში, რა თქმა უნდა, თვითონაც ეს მარტო სიყვარული როცა არის, მაგ დროს შეიძლება ადამიანის მას შეიცვალოს იმ თქვათ იმის გამო რომ თქვათ არ მინდა დავკარგო ეს ადამიანი, ხო? მაგ შემთხვევაში უკვე მიდის ეს ერთი ვარიანტი. მეორე კიდე, როცა თქვენ ურთიერთობაში ერთი, აი თქო გოგო რო იცვლება, ხო? თვითონ რო იცვლება, თვითონ რო თავის თავს უფრო აფასებს, ხო? თავის თავი უფრო უყვარდება. აი მაგ შემთხვევაში ამ განახლებული ენერგიაზე პარტნიორიც მოდის განახლებული. გამიგეთ და ეს პაუზები როცა გაქვთ, თქვენ ახლა მაგას მოუყურებთ ამ პაუზებს, ცოტა ცუდად რა. იმიტომ რომ მაგ პაუზებში თქვენ იცვლება სიტუაცია, ხო? თქვენი არსად არ დაიკარგება, თქვენი ყველა ვარიანტში დაბრუნდება რა. ნუ აი ზუსტად მაგას ვამბობდი და ზუსტად ნახეთ რამხელა იყო აი აქ შეიძლება ზოგს დიდი ხანი თქვა დასრულებული ურთიერთობა გქონდათ, არ გამოვრიცხავ, მაგრამ იმ პაუზაში ზუსტად თქვენ იმ პაუზაში მოხდა რაღაცა თქვენი ტრანსფორმაციები, ცვლილებები მოხდა. შეიძლება დიდი ხანი ადამიანი თქვა, ნუ მანძილზე ყავთ, ხო, ან საზღვარგარეთ სადმე რა ვიცი. და აი ეს სიტუაციებიც რა თქმა უნდა აი, ნუ რაც ვამბობ, აგერ არის კარტი გიდასტურებს რა. თქვენ მაგ სიმართლეებში რო იჯეკით ძალიან კარგად დამუშავოთ და თქვენი პარტნიორიც აგერ არის დამუშავეთ. ესეც კარგად მიიღო ეს გაკვეთილება. კი, ტრანსფორმაცია გაიარა იმ მარტოობაში რა. და ეხლა უკვე გადაწყვეტილება მიიღო თავის მომავალზე. იმიტომ რომ აქ ნუ კი. აქ გეუბნებით რაღაცა შეიცვალა. ძალიან უდიდეს ტრანსფორმაცია აქვს გადატანილი თქვენს პარტნიორს, თქვენ მაგაზე ფიქრობთ რა. და რა შეიცვლება? ის შეიცვლება, რომ ის ადამიანიც მოვა, მე გეუბნები თქვენ მაგას ვერ იცნობთ. იტყვით რომ რაღაცა ვერ გავიგე, სულ სხვა ადამიანია თუ რა ხდება ვაფშე რა. აი, იმიტომ რომ აქ რო იყოფილიყო გვერდხების მეფე, უფრო ვიქნებოდი ორიენტირებული იმაზე, რომ ეს ახალი, მაგრამ პენტაკლების მეფე არის უფრო ადამიანი, რომელიც არის თქვენთვის მნიშვნელოვანი, გაიგეთ რა ხდება და ამიტომ თქვენ თუ ელოდებით ამ ადამიანს თქვა დაუშვოთ, ხო? კი ბატონო, კიდე მეორე კატეგორიისთვის შემიძლია გითხრათ, რომ მოდის ადამიანი, რომელმაც გაიარა ძალიან დიდი ტრანსფორმაცია, რომელიც თქვა თუ ვაფშე არანაირად არ ელოდებით თქვენ ახალს და ეს ახალს რა არის ძველს, ხო? ანუ იცით რომ არაფერი, აქ მოვა ადამიანი ძალიან სულ სხვანაირი, ანუ თვითონაც ამ ადამიანმა ახლა გაიარა ძალიან დიდი ტრანსფორმაციები, შეიცვალა ძალიან და ანუ აი მოდის თქვენთან უკვე ისეთი ენერგიებით, რომ მე მინდა ურთიერთობა, ანუ სადაც იქნება ენერგიების ნორმალური მიმოცვლა, ანუ არა მარტო ისეთი, რომ თქვა მარტო მე მინდა ყველაფერი და მეტი არაფერი არავის არაფერს არ მისწო. ნუ ეგეთი ტიპი რა. არა, აქ მოდის ადამიანი უკვე სხვანაირი, მაგრამ ძველზე თუ არის, აი თქვენც ახლა აქ ადამიანზე, რომელიც თქვენთვის მნიშვნელოვანი არის, მაგაზე შემიძლია გითხრათ, რომ ეს ადამიანი მოდის სრულიად განახლებული. ეს ადამიანი იქნება, აი ეს იქნება თქვენთან ძალიან დიდი ცვლილება იქნება მაგ თემაში რა და თან ძალიან მალე.